თავისთავად რა რეალობა უკრაინის ფრონტზე, რა მდგომარეობა, რა გამოწვევები დგას და სად შეიძლება გარკვეულება მოხდეს ამ თემაზე ვისაუბრებთ და არა მარტო ამ თემაზე ვისაუბრებთ გიორგი ანთაძესთან ერთად ანალიტიკური ორგანიზაცია GeoCases თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების კვლევართან ერთად მოგესალმებით გიორგი, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. თავისთავად აი ამ ახალ პოლიტიკურ რეალობას როგორ შეფასებთ, რაც პრეზიდენტ ტრამპის განცხადებების შემდეგ შეიქმნა. არის ეს მხოლოდ რიტორიკა თუ უკვე შეიძლება ვთქვათ რომ კონკრეტული ნაბიჯების გადაიდგა? ხო, ზოგადად ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ მთელი ეს მოვლენები რომელიც უკრაინის კონფლიქტის ირგვლივ ვითარდება განსაკუთრებით მიმდინარე წლიდან, იმიტომ რომ ტრამპის ადმინისტრაცია ფაქტობრივად იანვრიდან არის ასე ვთქვათ ხელისუფლების ძალაუფლებაში ამერიკის შეერთებული შტატების ერთი ძალიან დიდი საერთო სურათის ქვეშ მიმდინარეობს ეს მოვლენები, რომელიც გულისხმობს, რომ უკრაინის ფრონტზე არის შექმნილი ვითარება, სადაც მეტნაკლებად არის პარიტეტი. ანუ არც რუსეთს არ შეუძლია რაიმე გადამწყვეტი სამხედრო უპირატესობის მიღწევა უკრაინის წინააღმდეგ და არც უკრაინას არ შეუძლია ისეთი სამხედრო გამარჯვების მიღწევა, რაც ვთქვათ მოგწვევდა ამაზე საუბრის საშუალებას, რომ რუსეთი მარცხდება, ასე ვთქვათ, მთლიანად უკრაინაში ან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებლობა ეძლევა უკრაინას და ასე შემდეგ. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ აი ეს შექმნილი გარკვეული ოპერატიული რაღაცა ბალანსი ახდენს გავლენას მათ შორის სამხედრო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც პოლიტიკოსები ღებულობენ, არა მარტო ვთქვათ უკრაინაში, უშუალოდ უკრაინაში, არამედ საუბარი მაქვს ევროპის ქვეყნებზე, მთავარ მოთამაშეებზე, მათ შორის რა თქმა უნდა დონალდ ტრამპზე. ტრამპის ინაუგურაციის მერე ჩვენ უყურებთ გარკვეულწილად თავიდან იყო ეს ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული რაღაცა ფორსირების მცდელობა მოლაპარაკებებთან, ის გამართვის თვალსაზრისით და რაღაცა შედეგის მიღწევის თვალსაზრისით, მაგრამ მეც მაგალითად სკეპტიკურად ვიყავი მაშინ განწყობილი აბსოლუტური უმრავლესობა, რატო? იმიტომ რომ პუტინი არ აპირებს ესე ცალსახად თავისი ინტერესების დათმობას და მას შემდეგ მოყოლებული ტრამპი აი გარკვეულწილად რაღაცა ხან ერთ ნაბიჯს გადადგავს ვითქოს წინ და ხან ისევ ჩერდება, ანუ ეს რიტორიკა არის საკმაოდ ცვალებადი და კონკრეტული ნაბიჯებიც მეტნაკლებად ისეთი ზომიერი არის. მე ვერ ვიტყვი რომ რადიკალურად ჯერ რაღაცა გადამწყვეტი გავლენა მოახდინა აქამდე ყოველ შემთხვევაში და ეხლა რაზეც არის საუბარი ეკონომიკურ პაკეტზე, მათ შორის ევროკავშირიდან, მათ შორის საუბარი გადაწყვეტილებები ნატოს გავლით დახმარების გაზდაზე, ეს ყველაფერი ძალიან მისასალმებელია, ბუნებრივია. ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, მაგრამ ესეც არ არის იმისათვის საკმარისი, როგორც თქვი, რომ ეს თავარი სტრატეგიული სურათი, რაც არის უკრაინაში შექმნილი, რომ ეს რადიკალურად დროის მოკლე მონაკვეთში ან რაღაცა საშუალოვადიან პერსპექტივაში, თუნდაც წლის განმავლობაში ვიზახი ჯერჯერობით შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, თან როდესაც ტრამპთან გვაქვს ჩვენ საქმე ყველაფერის ესე ვთქვათ ლოგიკით და წინასწარი პროგნოზით საუბარი ძალიან რთული არის. რას მოაყოლებს ეს ეგრეთ წოდებული 50 დღის გასვლის შემდეგ? ესე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრი თვაში ეს 50 დღიანი ასე ვთქვათ ჭყალებში ულტიმატუმი აღქმული იყო, ასევე როგორც თითქოს რაღაცა დროის მიცემა კიდევ რუსული მხარისთვის, რომ ისინი თუ რამეს მიაღწევენ და მე ასე ვთქვათ უკვე რაღაცა ისე მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს სიტუაცია, გარკვეული ნაბიჯები ანუ კონკრეტული შეიძინოს. თუმცა ამაზე ხელაღებით საუბარი ძალიან რთული არის, დადგება თუ არა ეს შედეგი. პირადად მე ხშირად მithქვავს სხვადასხვა საშუალებით სოციალური მედიით თუ ეთერებით თუ ინტერვიუებში, რომ მე ტრამპის გუნდის და მათი ასე ვთქვათ, სოფხედველობიდან გამომდინარე, ასაც ეს მაგას საგარეო პოლიტიკაში უყურებ და მე მქონდა წარმოდგენა, რომ ისინი ჩინეთის ფაქტორის გამო, ასე ვთქვათ, თავს აარიდებდნენ რუსეთის განადგურების სტრატეგიას, მოდი ესე ვთქვათ, ამ ომში. ანუ ისეთი შედეგი იმის დადგომა, სადაც რუსეთის საბოლოოდ მიებმება და ჩაწყდება დასავლეთს, ასე ვთქვათ, ურთიერთობის თვალსაზრისით და ამ წაგებული ომის შედეგად მთლიანად მისი რესურსები ყველანაირი პოლიტიკური, ეკონომიკური მთლიანად ჩინეთის გავლენის ქვეშ მოექცევა და ეს ძალიან მალე გამოჩნდა კიდევაც ტრამპის რიტორიკაში, სულ ცდილობს თითქოს სახე შეუნარჩუნოს, ხო? როგორც პუტინს, ისევე რუსეთის გადაწყვეტილებებს. ამაზე მუდამ არის საუბარი, რომ აი რაღაც გარკვეულ შემთხვევაში მისი რიტორიკაც კი მიუღებელი იყო საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ბევრი ფაქტი შეგვიძლია გავიხსენოთ, ხო? როგორც რუსი ხალხის, ასე ვთქვათ,
რაღაცა დადებით ეპიტეტებით მოხსენება და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ყველაფრის ერთობლიობა ძალიან ცდილობდა ძალიან ფრთხილი იყო ტრამპი, რომ შემთხვევით ფრთხილი მოლოდინები უნდა გქონდეს, რომ შევაჯამო აი კონკრეტულად რა. როცა ჩვენ საუბრობთ ევროპის გამოგვიზებაზე, რა კონკრეტული პროცესი უდგას ამას უკან? წმინდა ინფრასტრუქტურული, სამხედრო თვალსაზრისით არის თუ არა გადადგა თუ არა კონკრეტული ნაბიჯები უკვე, რომელსაც შეუძლია მოკლევადიან პერსპექტივაში გასაგები, რომ ახლოვადიანში ვერ მოიტანს, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ცვლილების მოტანა. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა, მათ შორის არა მარტო ჩვენ სასაუბროთ, არამედ უშუალოდ თვითონ ევროკავშირის და ევროპის ქვეყნებისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ამ 30 წლიანმა სამხედრო მას თქვა პოლიტიკამ, თავდაცვის პოლიტიკამ ევროპაში და ევროპის ქვეყნებში საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა თავდაცვის უნარიანობას და როდესაც აი ესეთი დიდი კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ, მათ თვალნათლივ დაინახეს, რომ ყოველ შემთხვევაში აბსოლუტურ უმრავლესობას ეხება სახელმწიფოებს, მათ შორის ამ დიდ სამტრიადას, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, პოლონეთს კიდე ნაკლებად, იმიტომ რომ ის ისედაც ამ საბჭოთა მწარე გამოცდილების ფონზე თავდაცვაში და უსაფრთხოებაში დიდი ხანია უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციებს დებს და ამ თვალსაზრისით ძალიან დაწინაურებული არის. ყველაზე მოკლე ვადიანი გადაწყვეტა ამ პრობლემის გამოღვიძების ფონზე იქნება უკრაინის შეიარაღება, რა თქმა უნდა, დატოვება, მისი დახმარება სამხედრო აღშენილობების. ამ ეტაპზე ახლოვადიან პერსპექტივაში ეს იქნება საუკეთესო ფარი ევროპისთვის აღმოსავლეთის მიმართულებიდან, თუნდაც წმინდა სამხედრო კონტექსტში რო ვისაუბროთ, რომ მისი უსაფრთხოება გაზრდილი იყოს, იმიტომ რომ დღეს ევროპის კონტინენტის ყველაზე ბრძოლის უნარიანი და რეალური ომის პირობებს მორგებული, რა თქმა უნდა, უკრაინის შეიარაღებული ძალები არის. ევროპის კონტინენტი დღეს ორი არმია, რომელსაც ეგეთი ბრძოლა შეუძლია რუსეთისა და უკრაინის, ხო? გამოსწორებული და კი ბატონო, ასე ვთქვათ, რომ ადაპტირებული. აქედან რომ გავყვეთ დანარჩენ ქვეყნებს, ეს არის თურქეთი და დიდი брიტანეთი და პოლონეთი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ისენიან, ანუ რეალურად ეს ცენტრალური ევროპის ქვეყნები, წამყვანი ქვეყნები თავდაცვის კუთხით ბევრი თვალსაზრისით ჩამორჩებიან იმ მოთხოვნებს, რაც საჭიროა. ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი, მათ შორის თავდაცვის ინდუსტრიის თვალსაზრისით, ამას ხო თავისი ეკონომიკური ბენეფიტებიც მოყვება შიგნით ევროკავშირში, იმიტომ რომ ეს არის მაღალტექნოლოგიური სფერო, რომლის წარმოების სიმძლავრეების გაზრდა სამუშაო ადგილებს ქმნის, მაღალ ტექნოლოგიებს ქმნის, პროგრესს ქმნის სამეცნიერო. სამხედრო ეკონომიკა ცალკე დარგია კიდე ქვეყნებს რა გაუკეთებთ ამ. ეს არის იმდენად თანამედროვე თან ლოგისტიკური ჯაჭვების, ეკონომიკური ჯაჭვების პირობებში იმდენად გრძელვადიანი რთული პროცესია, რომ თუ ევროპა არ გადაუღებს ამ პოლიტიკას, დაახლოებით 10 წელი, 15 წელი დაჭირდება მათივე პროგნოზებით ისეთ ნიშნულზე გასვლა, სადაც ევროპა იტყვის, რომ აი მე უკვე რაღაც თვითმფარვის ძალიან რაღაც მაღალ დონეს მივახცე, მაგრამ ეს დრო დღევანდელ დაჩქარებულ პირობებში ისეთი ცვლილებები და მოვლენები ხდება მუდმივად, ხო, არა მარტო უკრაინის იგივე, არამედ სხვადასხვა ასე ვთქვათ გეოგრაფიულ არეალებში არის საკმაოდ დიდი დრო ამისათვის. ამიტომ გადაწყვეტილება რა თქმა უნდა ძალიან სწორი არის, მნიშვნელოვანია, მაგრამ აი ეს რუსები როგორც იგებს it takes time, ხო? ანუ ამას საჭიროება დრო და ამ დროის განმავლობაში ყველაზე კარგი პრევენცია და კომპენსირება იმ საფრთხეების, რაც ევროპა შეიძლება კონდეს, ეს არის უკრაინის ხარდაჭერა თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ეს რა ქვია, იქნება რეალობა, რომ გარკვეულწილად საერთო ინტერესები აქვს ამ თვალსაზრისით ევროპასა და უკრაინას. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ რეგიონულ ცვლილებებზე, ხა ბუნებრივია აუცილებლად უნდა ვისაუბროთ სომხეთსა და აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელიც სამშვიდობო ხელშეკრულებისაკენ მიდის. და ნამდვილად ხა რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ აი ეს შეიცვლებოდა გეოპოლიტიკური ესე ვთქვათ პარტნიორობები რეგიონში, ანუ ყველა იტყოდა რომ ეს ასე არ გამოვა, ხო? ანუ საქართველოს გახდა რუსეთის მოკავშირე და დასავლეთის მოკავშირე აღარ არის, ნუ ეს არის დე ფაქტო მოცემულობა ამ წუთას და სომხეთი პირიქით. სომხეთმა დატოვა რუსული ორბიტა და ნეონელმა მიისწრაფვის დასავლეთისაკენ და აზერბაიჯანი ხდება ბევრად დამოუკიდებელი. ტოვებს კი ისეთი დამოუკიდებელი, როგორც თქვათ ახლა ყოველ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ყველაზე დამოუკიდებელი მაინც აზერბაიჯანი იყო, რომ დიდია და რესურსიც ჰქონდა ყველაფერი. ეხლა რა დამოუკიდებლობის ხარისხს აღწევს, მას არასდროს არ ქონია. განსაკუთრებით ახლა რუსეთთან ახლა ბოლო პერიოდში რიტორიკულად რაც გამოჩნდა. მოდი აი ეს კონტექსტი რომ აღწეროთ სამხრეთ კავკასიაში. ბუნებრივია ეს ბოლო წლებში საერთოდ აზერბაიჯანმა ამ გეგმაზომიერი წლების განმავლობაში მუშაობით როგორც საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით რაც თავარი თავდაცვის გაძლიერებით, რესურსების ჩადებით, ასე ვთქვათ, გამოიყენა ის
გეოპოლიტიკური ფანჯარა, რომელიც მას შეექმნა, რა თქმა უნდა, თურქეთთან მოკავშირეობის პირობებში და რუსეთის ხელდასმისად, მათ შორის, რომ ასე ვთქვათ, ფაშინიანზე განაწყენებული პუნქტმა გარკვეულწილად ესე ხელფეხი გაუხსნა ალიევს მოქმედებისთვის ყარაბაღში. ფაშინიანის ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების გამო რუსეთის ასე ვთქვათ პოზიცია და ალიევს მიეცა საშუალება რომ თავდაცვის მზაობის და პოლიტიკური მომზადების შედეგად ამ ბოლო ომების შედეგად ვთქვათ ყარაბაღის საკითხი ფაქტობრივად გადაეჭრა, ტერიტორიული მთლიანობა აღედგინა და დღეს ერთ-ერთი მთავარი სიმძიმე ჩვენი რეგიონის რაც იყო კონფლიქტების თვალსაზრისით ხო, ყარაბაღის კონფლიქტი ძალიან ახლოს არის ყოველ შემთხვევაში დიდი იმედი მაქვს საბოლოოდ გადაწყვეტისათვის, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რეგიონისთვის და უკვე გამოჩნდა კიდევ რა სომხეთმა ხო რეალურად ტვირთი მოიხსნა ფაქტობრივად აი მოხსნის საბოლოო პროცესია ყარაბაღის სახით მას ესეთ გარკვეული შებოჭილება ჰქონდა საგარეო პოლიტიკური მთლიანად ებმებოდა რუსეთს ამის გამო და დღეს თუ ისინი შეძლებენ სამშვიდობო ხელშეკრულების საბოლოოდ მოლაპარაკებას და ვიცით ხო რა გარკვეული სადაო მუხლები არის, რასაც კიდე დამატებით ითხოვს მათ შორის კონსტიტუციაში ცვლილების მიღებას და ასე შემდეგ აზერბაიჯანული მხარე. ეს კავკასიაში თანამშრომლობის უპრეცედენტო პერსპექტივებს გააჩენს. გასაგებია რომ გარკვეული ეკონომიკური გავლენები ექნება მათ შორის ახლა ზანგეზურზე არის საუბარი და საქართველოში ასე ვთქვათ მეთქოდი ფოთავენ კიდევაც რომ ხომ არ დაკარგოს საქართველოს ამ თვალსაზრისით ხო ესე რომ ჩვენ გეოპოლიტიკური ამოცანა ეს მიზეზად ჩამოგდებული ქვეყანა კორიდორი და ასე შემდეგ თუმცა მე ვფიქრობ რომ ეხა ეკონომისტი არ ვარ ჩვენ წარმოდგენით როგორც სხვა სხვებს უსმენ ხო დარგის კომპეტენტურ ადამიანებს ამ კითხულობ ეს არ იქნება ჩვენ ეს სწრაფად ვერ მოხდება ამ ყველაფერს ასე ვთქვათ თუნდაც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ათვისება მაგრამ ყველასთვის მოიძებნება თავისი ფუნქცია და აგერ ახლა ხანსაც ალიმა კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება ერთად კიდევ ერთხელ გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას ხაზი იმ ენერგომატარებლების მნიშვნელობასაც ჩვენი ტერიტორიის გავლის გადის მე ვფიქრობ რომ შეთანხმება მათ შორის ნორმალური მთავრობითი ხელისუფლების პირობებში საქართველოს რომელიც უფრო ეს მოთქვა რეალურად მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა ექნება თანამშრომლობის ძალიან სერიოზულ ფორმატებს და პერსპექტივებს გაჩნის როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, როდესაც სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო ასე ვთქვათ ამ რუსული გავლენისგან მაქსიმალურად განთავისუფლებული იქნებიან. ბუნებრივად დღევანდელ პირობებში, რომელსაც ჭყალებში ასე ვთქვათ საგარეო აი კვლევარის თვალსაზრისით რო შეხედო, ვითომ ნეიტრალური პოზიცია უჭირავს საქართველოს რაღაცებთან მიმართ, მაგრამ რეალობაში გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ეს ნეიტრალურობა სინამდვილეში პრო ამოდი ვთქვათ ანტიდასავლური საგარეო პოლიტიკა და რეალურად ანტიდასავლური ნებისმიერი საგარეო პოლიტიკა ეს არის ძალების ინტერესში როგორც რუსეთი, ირანი და სხვა სახელმწიფოები, რომლებიც ასე ვთქვათ ავტოკრატიულ ღერს წარმოადგენენ, რომელიც უპირისპირდება დემოკრატიულ სამყაროსაც. ჩვენ საერთოდ გლობალურად რაზე ვსაუბრობთ, რომ მთელი ეს მოვლენები, რასაც ჩვენ ახსოვთ, რის ფონზე მიმდინარეობს, რა არის მთავარი მოვლენა დედამიწის მასშტაბით, რომ ეს დემოკრატიებზე ხდება ზეწოლა მთელ სოფლიოში ავტოკრატიული ესეთი ძირითადი ძალების ასე ვთქვათ მიერ და რუსეთი რა თქმა უნდა ამის ფლაგმანი იყო უკრაინაში ამ ომით სოფლიო წესრიგის საბოლოოდ ასე ვთქვათ გადაწერის ცდელობა აქვს აი ამ ძალებს ხო ამ კონტექსტში ამიტომ კიდევ ერთხელ თქვენ შეკითხვას რომ მივუვარდე თუ მიუბრუნდე სომხეთის გარღვევა თუ მოხერხა და ამას ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივად თურქეთთან მას შეძლოს ურთიერთობების აღდგენა თურქეთმა რამენერად გადახარშოს ეს კომპლექსი რომელიც უკავშირდება გენოციდს და მართლაც გონ თურქეთის ნაწილში ამოწურულიც კი არის ეგ ნაწილი არის აზერბაიჯანის ფაქტორი რასაც ის ძალიან ინტერესია ხა თურქეთი საერთოდ ძალიან მრავალ ასე ვთქვათ მრავალწახნაგოვანი სახელმწიფო და საგარეო პოლიტიკა ძალიან მრავალშრიანია მიუხედავად აი ამ ასე ვთქვათ ნაბიჯებისა, რასაც შიდა პოლიტიკაში უყურებთ, თუნდაც თურქეთის, კიდევ ისმენთ განცხადებებს, რომ ის ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავითაა დაინტერესებული, რომ ის ევროპის განუყოფელი ნაწილია, ევროკავშირშიც ისურვებდა გაწერიანებას, ასე რომ დინამიკა არის ძალიან შეცვლილი და ყველაზე გულსატკენი რა თქმა უნდა ისაა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკით კი არა, საერთოდ საგარეო პოლიტიკის არარსებობის პირობებში აი ამ დინამიკის დამკვირვებლები ვართ ხოლმე და რაღაცა ჩამოლაბორანტებული
იმ ფლაგმანով როდესაც არასერიოზულად რა იქნება ეს სალაპარაკოდაც კი არასერიოზული ძალაა საქართველოს დღეს იმიტომ რომ არის რაღაც ხალხი რომელიც უბრალოდ მზადარ რომ ურთიერთ გამოცხავ რაღაცები თქოს დილას და საღამოს დილას თქოს ომს აღარ აძალებენ და საღამოს თქოს რომ კვლავ ომს აძალებენ აი ესეთ რა არის ძალიან კარგი ასეთ ძალას როგორ ველაპარაკო ასე ძალიან კარგად იგრძნობა საქართველოსთან მაგალითად რა დამოკიდებულებით სხვადასხვა კონფერენციებზე და ესეთ ფორმატებში სადაც თქვა ყოველდღიურობაში ჩვენ კოლეგებს შეიძლება ხვდებით და ასე შემდეგ აი საქართველოს ის იმიჯი რაც აქამდე ქონდა როგორც თქვა რეფორმების ლოკომოტივი აი წამყვანი ძალის რეგიონში რომ ჩვენ შეიძლება რესურსები არ ქონდა მაგრამ ჩვენ ქონდა დემოკრატიის და ის რეფორმების თქვა დაკავშირებული იმიჯი რომელიც მე ვიტყოდ აი ბოლო წლებამდე ფაქტორად ბოლო 2-3 წლამდე მაინც აი ესეთი იმით იყო საქართველოს წარმოდგენილი ეს ძალიან დაკნინებული არის აი ავიც ნებისმიერ იმაში ფორმატში კონფერენციაზე სამდე კოლეგას რო ხვდები აი ძალიან მარტივად იგრძნობა რომ საქართველოს დღის წესრიგს საერთოდ აღარ არის რა ამოვარდნილი არის ეს რა თქმა უნდა ორმაგად გულდასაწყვეტი არის იმიტომ რომ ყველა ხდება რომ რაღაცა აი ყველა ხდება თქვენთან რა ხდება რა ანუ ეს სიტყვებიც რო ზედმეტი არის უკვე რაღაცა საუბარში და საკადემიურ განხილვებში და ბუნებრივია ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაცია რაც არის ამ ყველაფერზე ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს. კი ბატონო, მადლობა ძალიან დიდი გიორგი ახაძე იყო ჩვენთან ერთად ანალიტიკური ორგანიზაცია GeoCases თავდაცვის და უსაფრთხოების თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების კვლევარი დაგემშვიდობთ ბატონო